ნერვკუნთოვანი სისტემა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ბიოლოგიური მექანიზმია ადამიანის ორგანიზმში. იგი აერთიანებს თავისა და ზურგის ტვინს, პერიფერიულ ნერვებსა და კუნთებს. ნებისმიერი რგოლის დაზიანება იწვევს კუნთის პროგრესირებად სისუსტეს, მოძრაობის შეზღუდვასა და მძიმე შემთხვევაში სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევასაც კი. კლინიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით რთულად დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და სპინალური კუნთოვანი ატროფია მიმდინარეობს, რომლებიც ხშირად ადრეულ ასაკში ვლინდება და პროგრესირებადი ხასიათი აქვს. სწორედ ამ გამოწვევებზე იმსჯელეს თბილისში გამართულ საერთაშორისო სამედიცინო შეხვედრაზე, რომელშიც ევროპისა და რეგიონის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ნერვკუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მზრუნველობის საკითხებში. როდესაც დაავადება იშვიათია, პაციენტების რაოდენობა მცირეა, გამოცდილება კი შეზღუდული. განსაკუთრებით თუ ქვეყანა პატარაა. ამიტომ მნიშვნელოვანია განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანების მოსმენა, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი პრობლემებს, არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური სირთულეების მხრივაც, რომელთაც პაციენტები აწყდებიან. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა უმთავრესია, რადგან სწორედ ასე ვითარდება ახალი იდეები და მკურნალობის მეთოდები. მე ვმუშაობ ნერვკუნთოვან დარღვევებთან, პირველ რიგში დუშენის კუნთოვანი დისტროფიით და ხერხემლის ნერვკუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პაციენტებთან. ეს შეხვედრა დიდი შესაძლებლობა იყო ახალი ცოდნის მიღებისა და ზუსტი გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც ამ სფეროში თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს. ნერვკუნთოვანი დაავადებების მიმართულება ბოლო 10 წლებში მნიშვნელოვან სამეცნიერო და კლინიკურ ტრანსფორმაციას განიცდის. თუ წარსულში ამ დიაგნოზისთვის მიზანმიმართული მკურნალობა პრაქტიკულად არ არსებობდა, დღეს უკვე ხელმისაწვდომია ინოვაციური თერაპიები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე და მნიშვნელოვნად ანელებს მის პროგრესს. საქართველოში უკვე დარეგისტრირდა თანამედროვე პრეპარატები, რაც ადგილობრივ პაციენტებს საერთაშორისო მკურნალობის სტანდარტებთან დაახლოების შესაძლებლობას აძლევს. დუშენის კუნთოვანი დისტროფიის თანამედროვე მკურნალობა გულისხმობს ექსონამონგდების სკიფინგის თერაპიას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არის კონკრეტული მუტაციები და კონკრეტული მუტაციების დროს გამოიყენება ეს მედიკამენტი და ამ მედიკამენტით უნდა გაგრძელოს მკურნალობა მთელი ცხოვრება და ეს სწავლები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არა მარტო გაახანგრძლოს დამოუკიდებელი სიარული, ასევე შეუწყოს ხელი გულის მუშაობას, ფილტვის მუშაობას, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მუშაობას. ბოლო ათწლეული არის რევოლუციური გარდაქმნების ამ მიმართულებით. მედი გვაქვს, რომ ჩვენ პაციენტებსაც ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ ის მკურნალობა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში დღეისათვის იღებენ პაციენტები. პარალელურად მიმდინარეობს მსჯელობა, როგორც მედიკამენტების ფასის ფორმირებაზე, ისე მათი სახელმწიფო დაფინანსების მოდელზე. ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და უცნობია, იქნება ეს სრული, ნაწილობრივი თუ ეტაპობრივი დაფინანსება. სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ეს ფაქტორი გადაწყვეტს, თუ რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მკურნალობა ქართველი პაციენტებისთვის.